მოგესალმებით მეგობრებო. სამი დღეა ჩვენი მეგობარი გმირი ერის შვილები, ბავშვები, ქალები, მამაკაცები, ბებიები და ბაბუები ებრძვიან ბოროტებას და იგერიებენ მტერს და არ უშვებენ საკუთარ საკარმიდამოში, არ უშვებენ საკუთარ ეზოებში, სკვერებში და სადარბაზოებში. და ამ უპრეცედენტო სამდღიანმა გმირულმა ბრძოლამ ჩვენი მეგობარი უკრაინელებისა გამოიწვია მთელი მსოფლიოს კონსოლიდაცია გმირი უკრაინელების გარშემო. ევროკავშირმა პირველად ისტორიაში უკანასკნელის 70 წლის განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ იარაღი მიაწოდოს ომში ჩართულ სახელმწიფოს. იმიტომ ისინი არიან როგორც არასოდეს მართლები. დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ომში მყოფ სახელმწიფოს და ჩვენს მეგობარ ძმებ უკრაინელებთან ამ დროს ალიანსს ჰქმნიან. შვედეთი პირველად ისტორიაში იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად ჩვენი გმირი უკრაინელებისთვის კი არა, ხო, საერთოდ ზოგადად სხვა სახელმწიფოსთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პირველად მიიღო გადაწყვეტილება შვედეთმა. კანადა ასევე აწვდის იარაღს უკრაინელებს. ყველა ცივილიზებული სახელმწიფო დღეს დგას სიმართლის გვერდით და ამ დროს სად არის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის ხელისუფლება? მაშინ, როდესაც ლიეტუვა, ესტონეთიც, ლატვიაც გვერდში უდგანან ჩვენს ძმებს უკრაინელებს, მაშინ, როდესაც ჩვენზე ბევრად გაღარიბებული სახელმწიფოს მოლდოვას პრეზიდენტი უკრაინა მოლდოვას საზღვართან ჩადის და პირადად აქცევს საკუთარი პატრონაჟის ქვეშ იქიდან დევნილ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს. ამ დროს სად არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება? მე დარწმუნებული ვარ, რომ ომის დაწყებამდე ნებისმიერი უკრაინელისთვის ქუჩაში ნებისმიერ ჟურნალის, აი აქ ვინც ესწრება დღევანდელ ბრიფინგს და ვინც თავთავიანთ ახლა ოფისებში არიან, შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ და კითხვა რომ დაესვათ უკრაინელი მოქალაქისთვის იმ შემთხვევაში ღმერთად დაიფაროს უკრაინა და ომი რომ გაუჩაღოს პუტინმა, ვინ იქნება ის პირველი სახელმწიფო, ვინც გვერდში დაუდგება უკრაინელებსო, დარწმუნებული ვარ, 100-დან 100-ვე იტყოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ და სამარცხვინოდ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. არც ხმა, არც ჩამიჩუმი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ მე მიმაჩნია მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტო და მთელი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთს, ჩაუკეტა პუტინს და ამითაც იცავს შეძლების დაგვარად და არც თუ უმნიშვნელოდ უკრაინელ ჩვენს ძმებსა და დებს. ეს არ არის პათეტიკა, ხახდო, ძმებსა და დებს. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მაგრად გვიჭირდა ათასობით ადამიანის ევაკუირება ხდებოდა უკრაინელი სამხედროების მიერ, მაშინ, როდესაც აფხაზეთიდან გამოყარეს უკრაინელი პილოტები ახორციელებდნენ რეისებს და ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოიყვანეს მათ იქიდან, სადაც ბევრი ვერ შედიოდა. გმირთა მოედანზე შუაგულ თბილისში მემორიალზე უკრაინელი ვაჟკაცი გმირების სახელი და გვარები არის ამოტვიფული, იმიტომ რომ ისინი ჩვენს გვერდით იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და დიახაც, ამიტომ არიან ისინი ჩვენი ძმები და დები. როცა მთელი ევროკავშირი საჰაერო სივრცეს უკეტავს, როდესაც აზერბაიჯანიც კი საწვავს აწვდის
როდესაც თურქეთი მეოროჯერ მხოლოდ ისტორიაში ბოსფორის სრუტეს სამხედრო გემებისთვის კეტავს და ამითაც ეხმარება უკრაინას რუსეთთან ომში, აი ამ დროს ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, გულისხმობ ხელისუფლებას, არა უნდა გავაკეთოთ და ხვალ სამუშაოდ გაიწყება ბიძინა ივანიშვილო და ირაკლი ღარიბაშვილო. და უნდა შეუერთდეთ თქვენ ქართველი ხალხის სახელით იმ სანქციებს, რომელიც დაუწესა საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით ევროკავშირმა. ჩაკეტაცა ყველამ ჩვენს გარდა. ეს ერთი მოთხოვნა, რომელიც ქართველ ხალხს გვაქვს, მათ შორის ჩვენ როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას. და ასევე მეორე მოთხოვნა, უნდა აიგრძალოს სწრაფადვე პუტინის რუსეთის პროპაგანდისტული მედია საშუალებების ოპერირება ქვეყანაში. ეს არ არის ის პლატფორმა, საიდანაც ტირაჟირდება ახალი ამბები. ეს არის ის პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება ილახება. რატომ უდგანან გვერდში ჩვენს ძმებსა და დებს უკრაინაში მთელი სოფლიო? იმიტომ რომ იცავენ მთელ სოფლიოში ღირსებას, თავისუფლებას და თავმოყარეობას და ჩვენ არ ვჩანვართ. ამიტომ ეს ორი მოთხოვნა, ხვალ ახალი სამუშაო კვირა იწყება. საჰაერო სივრცე რომ ჩაიკეტოს, ქართული საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და მთელი ეს პროპაგანდისტული არხები პუტინის რუსეთისას საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდეს. დიდი მადლობა. წარმატებები უკრაინელ ძმებს, მეომრებს, ვაჟკაცებს, ჩვენს თანატოლებს, ჩვენ შვილებს, ჩვენ მშობლებს, დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, გამარჯობა უკრაინას, გამარჯობა საქართველოს, გამარჯობა მთელს ცივილიზებულ სამყაროს. დიდი მადლობა.